დილამშვიდობისა საქართველო, ეს დღე ჩვენია 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო კომპონენტს უკავია. ამ დღეს თავდაცვის ძალები მოსახლეობისთვის საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ტრადიციულად აწყობს სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენებს. იქნება წვეომდელების ფიცის დადების ცერემონია, რომელიც თბილისის პარალელურად 5 ისტორიულ ადგილას ჩაივლის. კიდევ რა არის გათვალისწინებული საზეიმო პროგრამაში, გიორგი ცერცვაძეა პირდაპირ ეთერში თავისუფლების მოედნიდან, სადაც სახალხო ზეიმისთვის უკვე თითქმის ყველაფერი მზად არის. გიორგი, მოგესალმები და გილოცავ პირველ რიგში დღევანდელ დღეს. ანუკა, მე გილოცავ დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი 17 საათი და 10 წუთი ისტორიული დრო, რომელმაც აჩვენა ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის სამხედრო ნაწილი. ჩვენ ვიმყოფებით თავისუფლების მოედანზე, სადაც თავდაცვის ძალები მოიყარეს თავდაცვის ძალებმა. ისინი ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებენ სამხედრო სიმტკიცებს, ტრადიციებისადმი და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებას. აქ სამხედრო ორკესტრის თანხლებით მოხდება მარშირება, მწყობრინაბიჯი და ასევე ყოველფერად განლაგება ღონისძიებისთვის. ღონისძიება ჰიმნითა და საქართველოს ეროვნული დროშის საზეიმო აღმართვით დაიწყება და ასევე სამხედრო მოსამსახურეები დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა ხსოვნას. აქ მოხდება შემდგომ უკვე ფიცის დადება, 700-მდე რეკრუტი დადებს ღვთისა და ერის წინაშე ფიცს. თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონიალი, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. შემდგომ უკვე მოხდება ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს მოსახლეობისთვის და აქ შეკრებილი სამხედროებისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა. აქ თავს მოიყრიან ასევე საჰაერო ძალების მფრინავები, არტილერისტები, აღმოსავლეთ და დასავლეთ საარდლობის ქვეითი ბრიგადები, მათ შორის მეორე, მესამე და მეოთხე ბრიგადები, რომლებმაც 2008 წლის ომში მიიღეს მონაწილეობა და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში. აქ როგორც ხედავთ, უკვე აქ არის თავდაცვის ძალები წარმოდგენილი, აქ არის სამხედრო ტექნიკა, რომელიც საქართველოში და უცხოეთშიც არის ნაწარმოები და აქ არის თავდაცვის ძალების სამეცნიერო საწარმოო ცენტრ დელტას მიერ წარმოებული ტექნიკა, ჯავშან ტექნიკა და შეიარაღება. ჩვენთან კი იმყოფება სამეცნიერო საწარმოო ცენტრ დელტას დირექტორი ბატონი დავით ახვლედიანი. მოგესალმებით ბატონო დავით. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომ გითხრათ ამ დღის მნიშვნელობა როგორია თქვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და თავდაცვის ძალისთვის. დიდი მადლობა, მოგესალმებით. პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირადად თქვენ და სულიად საქართველოს. მოგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში დელტა ყოველთვის აქტიურად არის ჩართული და წელსაც ჩვენ მოგახსენებათ, ბოლო 15 წლის განმავლობაში დელტას გუნდთან ერთად 10-ზე მეტი მოდიფიკაციის დიდგორების, ჯავშანმანქანა დიდგორები არის წარმოებული და შექმნილი. თითოეული მოდიფიკაცია აბსოლუტურად განსხვავებულია თავისი ტექნიკური და სპეციფიკური მაჩვენებლებით. წელს თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო 2024 წელს დაპროექტებულ ჯავშანმანქანა დიდგორ მეომარზე, რომელიც არის ფაქტურად ახალი თაობის დიდგორი, თავისი განსაკუთრებული დიზაინით, თავისი განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით. ამ მანქანას გააჩნია 120 მმ-იანი ნახევარსაწყოცნი მოდული, გააჩნია ულტრათანამედროვე საბურავების და ცეცხლის ქრობის სისტემები, გაძლიერებული საწვავის აუზი, გაძლიერებული საბრძოლო მარაგი, აბსოლუტურად განახლებული დიზაინი და ამ მიმდინარე სპეციფიკაციები და ტექნიკური მახასიათებლებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მანქანის საიმედოობა პრაქტიკულად რამოდენიმეჯერ არის გაზრდილი. რო ვისაუბროთ, ასევე რამდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც უკვე ჩვენი ქვეყანას თავად შეუძლია მსგავსი ტექნიკის და შეიარაღების წარმოება. რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რადგანაც მოგეხსენებათ, სამხედრო ინდუსტრიის განვითარება ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა ქვეყნისთვის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ინფრასტრუქტურის, სათანადო ინფრასტრუქტურის კონკრეტული კადრების გარეშე წარმოუდგენელია და ამ მიმართულებითაც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ დღესდღეობით დელტაში მიმდინარეობს ყველა საწარმოში აბსოლუტურად საწარმოების მოდერნიზაციის პროცესი. ამ საწარმოების და საამქროების კონკრეტული თანამედროვე ჩახდანადგარებით დაკომპლექტების პროცესი და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შედუღების თანამედროვე ავტომატიზირებული სისტემების დანერგვას, რაც მომავალში მოგცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი ახალი თაობის დიდგორების პროექტებზე დავიწყოთ მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენთ სამეცნიერო საწარმოო ცენტრ დელტას დირექტორს ბატონ დავით ახვლედიანს. მე კი გეტყვით, რომ დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი სანახაობრივი მომენტი იქნება ავიაშოუ, რა დროსაც საფრენი აპარატები გადაიფრენენ
თავისუფლების მოედნის ცაზე და საქართველოს ფერებს თეთრსა და წითელ კვამს დატოვებენ ცაზე, რაც არის სიმბოლო ერთიანობისა და თავისუფლების. დიდი მადლობა გიორგი, ეს გიორგი ცერცვაძე იყო. და სამხედრო კომპონენტის გარდა დღევანდელი დღე დატვირთული იქნება სხვა არაერთი ღონისძიებით, ამ კუთხით კი მოვლენათა ერთ-ერთი ეპიცენტრი თბილისში ათონელის ქუჩა. საბავშვო კონცერტები, მოზარდებისთვის გათვალისწინებული სხვადასხვა სახის მასტერკლასები, საბავშვო კინოთეატრი, სპორტული სივრცეები. სპეციალური სტენდები და კუთხეები მზად არის ალექსანდრეს ბაღში, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებზე, იმუშავებს DJ-ც. 26 მაისის კულტურული პროგრამით ლიზი ჯიხვაძეა პირდაპირ ეთერში. ლიზი, გამარჯობა, გისმენთ. მოგესალმებით ანუკა, პირველ რიგში სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. როგორც უკვე ახსენე, ახლა ვიმყოფები ორბელიანის მოედანზე, სადაც დღის განმავლობაში არის დაგეგმილი არაერთი გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა. უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად, ათონელის ქუჩაზე მოსულ პატარებს შეეძლებათ დაესწრონ საბავშვო კონცერტს და ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში. გარდა ათონელის ქუჩისა, საბავშვო სივრცეები იქნება ასევე მოწყობილი ალექსანდრეს ბაღშიც და სხვა მიმდებარე ქუჩებსაც. რა თქმა უნდა, ორბელიანის მოედანზე არის მოწყობილი სპორტული სივრცეებიც, აქ მოსულ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ ითამაშონ სამაგიდო თამაშები, კალათბურთი, ფეხბურთი და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლის ეზოში გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. 1918 წლის 26 მაისს სწორედ 17 საათსა და 10 წუთზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ღონისძიებების, რაც დღეს არის აქ დაგეგმილი და მომდევნო გამოშვებაში მე კიდევ უფრო დეტალურად მოგახსენებთ სხვა ღონისძიებების შესახებაც. დიდი მადლობა, ეს ლიზი ჯიხვაძე იყო. დამოუკიდებლობის დღეს საგანგებოდ მომზადებული ხვდება თელავიც, კახეთის საამულამაზეს ქალაქში, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა გაყიდვა 12 საათიდან დაიწყება. ამ პერიოდიდან გაიხსნება სხვა საექსპოზიციო სივრცეებიც. გათვალისწინებულია ღვინის სადეგუსტაციო სივრცეები, კახური ტრადიციული კერძების დამზადების მასტერკლასი, ბავშვებისთვის საგანგებოდ მოეწყობა გასართობი აქტივობები. იქნება კოსტიუმირებული მსახიობების საზეიმო მსვლელობები. დღის ბოლოს თელაველებისა და ქალაქის სტუმრებისთვის შვიდკაცე და ლიზა ბაგრატიონი, ასევე ჯგუფი მიქსტურა იმღერებენ. მოსულ სტუმრებს დახვდებათ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა, კულინარიული მასტერკლასი, კახური მარანი, ასევე იქნება გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და იქნება კიდევ მრავალი საბავშვო აქტივობა. ამიტომ ყველა მშობელს მოგიწოდებთ, რომ გამოიყვანოთ თქვენი პატარები და ერთი კარგი დღე გავატაროთ ერთად. ხოლო დღე დასრულდება გრანდიოზული კონცერტით. საზეიმო ღონისძიება და სხვადასხვა სახის აქტივობები დაგეგმილია მცხეთაშიც. მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მცხეთის მერის ორგანიზებით. სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ 12 საათიდან ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის სპორტულ შეჯიბრებებში. საზეიმო განწყობაზე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და ორკესტრი. დაგეგმილია ადგილობრივი და დიასპორის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტიც. საზეიმო ღონისძიებები ბენდ გუფი ლენდის კონცერტით დასრულდება. ბალახვანის 100 საფეხურიანი კიბე და მისი მიმდებარე ტერიტორია მოვლენათა ეპიცენტრი დღეს ქუთაისში. ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებისთვის ყველაფერი უკვე მზადაა. იქნება სამხედრო ტექნიკის, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, ამოქმედება აეროპორტებისა და ფოსტის მულტიფუნქციური სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. და რა თქმა უნდა, იქნება კონცერტიც. შეკრებილებისთვის ქართული ხმები, დათო არჩვაძე, ეკა კვალიაშვილი და სხვა მომღერლები იმღერებენ. ქუთაისში ზეიმის დეტალებზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აეროპორტების გაერთიანებამ და საქართველოს ფოსტამ იზრუნეს. ჩვენი ქალაქის სტუმრებს ველოდებით ბალახვანში ასაფეხურიან კიბეებთან, სადაც მოწყობილი იქნება უამრავი გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის, სპორტული ატრაქციები, თემატური სივრცეები. ტრადიციულად 17 საათსა და 10 წუთზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. დღის ბოლოს გალა კონცერტით დავასრულებთ ღონისძიებას.
საზეიმო აქტივობებით იქნება დატვირთული დღეს ფოთიც. ცენტრალურ მოედანზე წრიულად უკვე განთავსებულია ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპოზიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თემატური ინსტალაციები. გამოფენილი იქნება საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და ვერტმფრენი. პატარები გაივლიან სიმბოლურ საპასპორტო კონტროლის სივრცეს და ითამაშებენ ჭკვიანი ქალაქის აქტივობას. დღეს ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი დაასრულებს. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილ ტექნიკას და აღჭურვილობას, ასევე შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მრავალ ინტერაქციულ თამაშებში. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საკმაოდ დატვირთულია დღევანდელი დღე ზუგდიდშიც მოეწყობა სხვადასხვა შემეცნებით საგანმანათლებლო აქტივობები. ამ მიმართულებით მოვლენათა ეპიცენტრი კუბის ფორმის მასშტაბური პავილიონი იქნება. მოეწყობა პროფესიული სასწავლო დაწესებულებებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები, ავიაშოუ, საბავშვო გასართობი აქტივობები, სტენდებით იქნებიან წარმოდგენილი უმაღლესი სასწავლებლები, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება ვორქშოპები, მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტებს და მიიღონ ინფორმაცია პროგრამირების შესახებ. დღევანდელ დღეს გალა კონცერტი დაასრულებს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ზუგდიდში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდება. იქნება შემეცნებით საგანმანათლებლო აქტივობები, მოეწყობა პროფესიული კოლეჯების გამოფენა, გაიმართება კულინარიული შოუ. ზუგდიდიდან მინდა მიულოცო ჩვენს ქვეყანას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში ტარდება საზეიმო ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. მე მინდა მათ უდიდესი მადლობა გადაუხადო, ხოლო ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელმაც წარმოგვიდგინა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბათუმშიც საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო შემეცნებითი გასართობი და კულტურული სივრცეები. ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. ბათუმის პარალელურად საზეიმო ღონისძიებები აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულს და საზეიმო განწყობას, რა თქმა უნდა, აჭარის რეგიონი და ბათუმიც უერთდება. დღეს 12 საათიდან გელოდებით ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაგვხდებათ საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და კულტურული პროგრამები. 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით ერთად აღნიშნოთ დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტი დღევანდელ დღეს ულოცავენ სრულიად საქართველოს. ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მისაუცი ბარათების სოციალურ ქსელში Facebook-ის საკუთარ გვერდებზე გამოაქვეყნეს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება, სანამ ცოცხლები ვართ, ვიბრძვით, ვშრომობთ, ვზრდით, ვერ გავჩერდებით. გაჩერება ნიშნავს სიკვდილს, მარცხს, წაგებას. თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსირს სუვერენიტეტი და გვინდა ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდნოდეს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს, გვესმოდეს, როგორ მივყვეთ ჩვენ გზას და არა სხვის კარნახს. არსებობს ის, რაც ჩვენია და არსებობს ის, რაც სხვისია. ამას გარჩევა უნდა შეგვეძლოს ჩვენის და სხვისის პატრიოტიზმი, სწორედ ეს არის ჩვენის და სხვისის გარჩევა. სწორედ ამიტომ ეს დღე ჩვენია. გილოცავთ 26 მაისს ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს, წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩვენი ქვეყნის დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს არაერთი ქალაქი. ანკარაში ტყუპებად წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების ტობის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. თეთრ და წითელ ფერებში განათდა სტამბოლში 15 ივლისს მოწამეთა ხიდიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე საქართველოს დროშის ფერებში განათდა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიას მუნიციპალიტეტის ძველი მერიის შენობის ფასადი. ასევე ნიქოზიაში არსებული ცენტრალური პარკი, რომელიც ცნობილი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის მიერ არის დაპროექტებული. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ბაქოს ოლიმპიური სტადიონი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თეთრ და წითელ ფერებში გაანათეს უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქათაბმინარი დელიში. უნიკალური მე-12 საუკუნეში აგებული ძეგლი მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთია. ხორვატიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების ცენტრალური შადრევნები გაანათდა საქართველოს დროშის ფერებში. ამავე ფერებში გაანათეს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს წმინდა ურბანის სახელობის სამრეკლო კოშკიც. და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის შენობაც. დღევანდელი დღის აღნიშვნას აპირებს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დამოუკიდებლობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და მისი დაკარგვა დაუშვებელია, რის გამოც ისინი დღეს რუსთაველზე აუცილებლად გავლენ. დაგეგმილია მსვლელობებიც. 26 მაისის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიყია. ნამდვილად ეს არის სახალხო დღესასწაული და ჩვენ ამ დღეს, რა თქმა უნდა, როგორც აქამდეც ვიქნებით ხალხთან ერთად და ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. არანაირი კონკრეტული გეგმა, ესეთი რაღაც განსაკუთრებული რაღაცა სცენარი ჩვენ პარტიას ყოველ შემთხვევაში არ აქვს. აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმებით პროტესტი გამოხატული და თუ რომელიმე პოლიტიკოს აქვს რაიმე ტიპის გეგმა რადიკალიზაციის და დაპირისპირების, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამაში არანაირი მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ბუნებრივია ჩვენ გავემიჯნებით ნებისმიერი ტიპის რადიკალიზაციას. 26 მაისს 5 საათზე ჩვენ ვიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროსთან და გვექნება რა თქმა უნდა მსვლელობა. ყველანი ერთად შევიკრიბებით რუსთაველზე და აღვნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს, რესპუბლიკური ქართული სახელმწიფოს მომენტს და კიდევ ერთხელ ყველანი ერთად ვიტყვით, რომ თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია ალტერნატივა და მისი მტრები ვერასოდეს ვერ გაიმარჯვება. ოპოზიციის გეგმებს ეხმიანებიან უმრავლესობაში ისინი ოპონენტებს დაძაბულობის ხელოვნურად შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევები მკაცრად დაისჯებიან. 26 მაისი გახლავთ საერთო სახალხო დღესასწაული, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და ის ჩატარდება ღირსეულად. ჩამოდიან სხვადასხვა ევროპარლამენტარები, გამორჩეულები ანტიქართული განცხადებებით. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმის, რომ ეს მცირე ერთი მუჭა ჯგუფი რადიკალების და კონკრეტული გლობალური deep state-ის წარმომადგენლები, ის ევრობიუროკრატია ერთად მოქმედებენ. ეს არის ერთი მთლიანი მოცემულობა, რომელთაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არ სურთ. 26 მაისის პროვოკაციული აქციები, რომელიც დაანონსეს სწორედ გარკვეულ არეულობას და სხვადასხვა სცენის დადგმას ემსახურება, სამწუხაროდ ამ ყველაფერში მათ საკმაოდ კარგად უწყობენ ხელს გარე აქტორებიც, მათ შორის ვიცით, რომ რიგი უცხოელი პოლიტიკოსებისა ჩამოვლენ და პირიქით აქციას შეუერთდებიან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო და გავაფრთხილო, რომ 26 მაისი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დღე და ამ დღის ჩაშლა, გაფუჭება ან გაფერმკრთალება არ გამოვა არავის. 26 მაისი არის მერაბ კოსტავას დაბადების დღე. სიმბოლურად სწორედ ამ დღეს დაამთხვიეს საქართველოს ეროვნული გმირის კუთვნილი საქართველოს სამფერი დროშის აღმართვა მის სახლ-მუზეუმში. ეს სწორედ ის დროშაა, რომელიც მერაბ კოსტავამ საკუთარ სახლთან 1988 წლის 26 მაისს აღმართა. ცერემონიას ზანდუკელის პირველ ნომერში კოსტავას ოჯახის ახლობლები და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. 88 წლის 26 მაისს ამ ეზოში ჩატარდა პირველი მიტინგი, ალბათ 50-ოდე ახალგაზრდას მონაწილეობით და მერაბი ეცა და შეაკერინა წინასწარ აი ეს დროშა, პირველი რესპუბლიკის დროშა და საკუთარი სახლის სახურავზე აიტანა. ის დღე იყო და ის დღე, რომ ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, მიხვდნენ ამ თარიღის მნიშვნელობის შესახებ. მერაბმა თავის ეზოში თავის ხელნაკეთ ბოძზე დაამაგრა პირველი რესპუბლიკის დროშა. ჩვენმა ახალგაზრდებმა, მომავალმა თაობამ თავის ხელით აღმართეს. უკვე ეს არის, რა თქმა უნდა, თანამედროვე ფლაგშტოკი და აი ამ ხელა დროშა იფრიალებს ყოველთვის იმ სიმბოლოდ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს მერაბი, გვახსოვდეს ჩვენი ეროვნული გმირები და გვახსოვდეს ის, რომ როდესაც შეიქმნა პირველი რესპუბლიკა. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დეტალებით კურიერი პირდაპირ ეთერში 9 საათზე დაბრუნდება.